მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. თქვენ და უდიდესი მადლიერების გარდა, რასაც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისგან იმსახურებთ, მასწავლებლის საქმიანობა სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის მიესალმება თითოეულ იმ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის ღირსეულ ანაზღაურებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მიხეილ ყაველაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახალ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება. ფრაქცია ქართული ოცნება პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს იბარებს. კობახიძის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ნოემბრის ბოლო კვირას გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით კითხვები, რომელსაც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ ხელმაზე უნდა უპასუხოს, განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. პარლამენტში პირველი ინტერპელაცია 29 ოქტომბერს გაიმართება. ინტერპელაციის პროცედურით ქართულმა ოცნებამ ინფრასტრუქტურის მინისტრი მოიწვია. ივანიშვილმა საბჭოთა საქართველო დააბრუნა კრძალავს პარტიებს და ზღუდავს ადამიანებს პოლიტიკაში. ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა. როგორც მან პალიტრა ნიუსის გადაცემაში 360 გრადუსი აღნიშნა, ქართულ ოცნებას დიდი შავი სია აქვს და ამ სიაში მოხვედრი საფრთხე რეალურია ყველასთვის, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ აზრს გამოთქვამს. აქუბარდიას განცხადებით, მას იმედს აძლევს საზოგადოების მზარდი წინააღმდეგობა და ხელისუფლების ქმედებების მიუღებლობა. გვეგონა საბჭოთა საქართველო წარსულში ჩავაბარეთ, მაგრამ ივანიშვილმა დააბრუნა იმით, რომ კრძალავს პარტიებს და ადამიანებს უკრძალავს პოლიტიკური აქტივობის შესაძლებლობებს. მე იმედს მაძლევს საზოგადოების დიდი ნაწილის მიუღებლობა. არ არის აუცილებელი ვიზუალურად რუსთაველის გამზირზე ჩანდეს, განაცხადა აქუბარდიამ. მან ასევე პარტია გახარია საქართველოსთვის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის გაუქმებაზე და პარლამენტში შესვლაზე ისაუბრა. გიორგი გახარია არის ადამიანი, რომელიც არის ქრონიკული მოღალატე. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა პარტია გახარია საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გახარიას ტრაგედიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არც ხელისუფლება აღიარებს ხელისუფლებად და არც ოპოზიცია ოპოზიციად. საქართველოში მიიღება კანონები, რომელიც აზრს უკარგავს არა მხოლოდ პოლიტიკურ მოღვაწეობას, არამედ ზოგადად კრიტიკული აზრის ქონას. იგივე ლოგიკით შეიძლება მიიღონ კანონი, რომლითაც კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს არ შეეძლებათ ქუჩაში სიარული, იმიტომ რომ უკვე ყველანაირი უფლება არის შეზღუდული. მართლა არ მახსენდება ასეთი პრეცედენტი, როდესაც არა მხოლოდ ათეულობით და ასეულობით პოლიტიკოს ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა, არამედ მათივე გათვლებით 100,000-ობით მოქალაქეს ეკრძალება აქტიური საარჩევნო უფლება, ანუ ხმის მიცემის უფლება. წინა არჩევნებზე რომელ პარტიებსაც ხმას აძლევდნენ, ის უბრალოდ აღარ იარსებებს და აღარ ექნება არსებობის საშუალება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული დრაკონული კანონი, რაც ამ ქვეყანას უნახავს, განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლობა სამსახურებრივი უფლება მოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. უწყების თანახმად აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულები იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ. როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონზე მეტი ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 მილიონზე მეტი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირები. საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენის და შესაბამისი რეაგირების მიზნით, განაცხადეს უწყებაში. პარლამენტმა უკან გაიწვია გასულ კვირას ინიცირებული და დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარდგენილი ცვლილებები, რომელიც ახალ არჩეულ საკრებულოებში ახალი თანამდებობების შექმნას ითვალისწინებდა. საუბარია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის ამოქმედების შედეგად თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთი მოადგილე ემატებოდა და 3 მოადგილის ნაცვლად 4 მოადგილე ეყოლებოდა. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შემოღება. როგორც ინტერპრეს ნიუს კანონის პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, აღნიშნული ცვლილებები მუნიციპალიტეტებისთვის ფინანსური ტვირთის გაზრდას იწვევს, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.
აგენტურა მოღალატეები და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც გარედან იმართებიან და გარე ძალების დავალებას ასრულებენ ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული პოლიტიკა ძალიან მძიმე აღმოჩნდა ქვეყნისთვის. ამასთან კალაძემ ისაუბრა ელჩებზე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყნის ელჩებს დიპლომატიური მისია უზღუდავს პოლიტიკურ პროცესში ჩარევას, მათთვის არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს. ის ელჩია მას არ აქვს ამის უფლება დიპლომატიური მისია ზღუდავს ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ საერთოდ არ აინტერესებს. ყველაფერი ფეხქვეშ აქვთ გათელილი, მათ შორის კანონები. არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს. აძლევენ დავალებას და ისინი, რა თქმა უნდა, მონამორჩილეები არიან და აკეთებენ ყველაფერი იმას, რასაც ეუბნებიან, განაცხადა კალაძემ. ვარკეთილში თბილისის განვითარების ფონდის კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე განაცხადა, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შუამთის ქუჩის 40A-ში იწყება. საცხოვრებელი ფართობით კი ელდარის ქუჩის 12 ნომერში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი დაკმაყოფილდება. აღნიშნულ მისამართზე თანამედროვე 11 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ახალ კორპუსში ფართები გადაიცემა ელდარის ქუჩის 12 ნომერში ყოფილი 109 სკოლის შენობაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. ამ ეტაპზე ტერიტორია შემოსაზღვრულია და დაწყებულია წინა მოსამზადებელი სამუშაოები. უშუალოდ მშენებლობის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ფარგლებში აშენდება 7630 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა, სადაც განთავსდება 2 კომერციული ფართი, 22 ავტოსადგომი და 129 ბინა, საიდანაც 55 ოჯახს სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ბინები გადაეცემა, განაცხადა კახა კალაძემ. თბილისში ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარადგინა. კერძოდ, საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების თანახმად მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს თბილისში ზღვის უბნის დასახლებაში ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო დაზარალებულ სახის არეში მუშტი დაარტყა. შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისთვის სახიფათო მედაზიანება მიიღო. დაზარალებული 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით მძიმე დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო გადაიღო და მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი პირი 19 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ნათქვამია ინფორმაციაში. ბრალდების მხარისთვის თორნიკე რიჟვაძის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია უცნობია. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი დაკითხვა ამ ეტაპზე არ მომხდარა. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის ალექსი ახვლედიანის საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა, როგორც ის აღნიშნავს, რიჟვაძემ მოწმეთ დასაკითხ პირთა სიაშია შესაბამისად მას ბრალდების მხარეს სასამართლოში დაკითხავს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო ალექსი ახვლედიანის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული არაერთი ექსპერტიზა ჩატარებულია, არაერთი საგამოძიებო მოქმედება. მიღებული გვაქვს სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები, მისაღები სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, განაცხადა ჭიტაძემ. ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა. ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30,000 ლარიანი გირა უაქვს შეფარდებული. ახლა კი გაგაცნობ თუ ცხოვეთის სიახლეებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტი მაინც გაიმართება. რაც გადაიდო, მაინც გაიმართება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც იმის ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამშვიდობო სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება. სამშვიდობო ხელშეკრულებას ბუდაპეშტში მოეწერება ხელი, აღნიშნა ორბანმა. ამასთან მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა პირდაპირ კონტაქტი უნდა დაამყარონ რუსეთთან, დაიწყონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ რუსეთ-ევროპის შეთანხმებას ევროპული უსაფრთხოების სისტემისა და ასევე უკრაინის მომავლის შესახებ. რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ მას ჩინეთი ეხმარება. ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა გარდიანთან ინტერვიუში განაცხადა, თუ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში რაიმე სახის სამხედრო კონფლიქტი იქნება, რომელსაც ჩინეთი გამოიწვევს, მაშინ რუსეთი მასში რაიმე ფორმით ჩაერთვება ჩინეთის მხარდაჭერით ან სხვა გზით. ახლა ვხედავთ, რომ რუსეთს საკუთარი რესურსებით ამ ტიპის ომის გაგრძელება არ შეუძლია, მაგრამ ჩინეთი მას ეხმარება. ისინი რუსეთის ეკონომიკას მხარს უჭერენ და რუსეთს სამხედრო კომპონენტებს აწვდიან, განაცხადა ანტი ჰაკანენმა. თქმით, ჩინეთი დასავლეთს ყურადღებით აკვირდება.
რუსული ძალების მიერ მართული დრონები თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, რაც სიკვდილიანობას დაზიანებებსა და მასშტაბურ ნგრევას იწვევს. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უკრაინის საკითხებზე მომუშავე დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ანგარიშია აღნიშნული. რუსის სამხედროების ქმედებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ორ დანაშაულს წარმოადგენს. პირველი არის მკვლელობა და მოსახლეობის ძალადობრივი გადასახლება და მეორე ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების დეპორტაცია. აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმები წარმოადგენს სისტემატურად კოორდინირებულ ქმედებებს, რომლის მიზანი უკრაინელების საკუთარი სახლებიდან განდევნაა. ამ ზამთარს უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა. ამ ზამთარს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უკრაინამ საკუთარი თავის დაცვის უნარი უნდა შეინარჩუნოს. განაცხადა ვადეფულმა. ასევე გერმანიის საგარეო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ შეთანხმებას დეკემბერში მიაღწევს. ჩვენ გრაფიკის შესაბამისად ვმუშაობთ, ვფიქრობთ, თუ კომისია შესაბამის გეგმებს წარადგენს, მაშინ გადაწყვეტილების მიღება დეკემბერში იქნება შესაძლებელი, აღნიშნა გერმანიის საგარეო მინისტრმა. ჰამასმა ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. გამოცემის ცნობით ჰამასის მებრძოლები ცხედრის მოსაძებნად ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრების თანხლებით შევიდნენ. წითელმა ჯვარმა ცხედარი ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალებს გადასცა, რომლებმაც ის იდენტიფიცირებისთვის ისრაელში გადაასვენეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით ცხედრის იდენტიფიცირების შემთხვევაში ღაზაში 12 ისრაელელი მძევლის ცხედარი დარჩება. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.